ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ესე სამჯერადი მისალმებით ვესალმებით ხოლმე აღდგომის შემდეგ და დღეს არის აღდგომის სწორი, ანუ შემდეგი კვირა, აღდგომის შემდეგ და ამ კვირას აქვს ორი სახელი: კვირა ცხოვლობა და თომას კვირა. კვირა ცხოვლობა და თომას კვირა. თომას კვირა სრულად ესე ითქმება, ეს არის თომას მიერ მაცხოვრის გვერდის განხილვის აღნიშვნა. და რაც შეეხება კვირა ცხოვლობას, კვირა ცხოვლობა ქართულ ენაზეა ესე და ანუ აღდგომის განახლება და უცხო ენებზე გამოიყენება ბერძნული წინსართი ანტიპასხა. და აი მე სწორედ ეს მინდა პირველ რიგში გითხრათ, ანტიპასხა რას ნიშნავს? ანტიპასხა ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ სიტყვა ანტი ნიშნავს საწინააღმდეგოს, მაგრამ სინამდვილეში ეს შედეგობრივი მნიშვნელობაა. ნამდვილი მნიშვნელობა სიტყვა ანტის ბერძნული სიტყვაა და პრეფიქსისთან ნიშნავს ნაცვლად. ანუ დღევანდელ ესე იგი დღესასწაულს, დღევანდელ დღეს უცხო ენებზე ეწოდება აღდგომის ნაცვლად, ანტიპასხა. რუსულად არის მესტა პასხი. ანუ პასხის ესე იგი აღდგომის ნაცვლად. რატო? იმიტომ რომ აღდგომის დღესასწაული იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ აუცილებლად ეს დღესასწაული სულ უნდა აღინიშნებოდეს. და პირველი ქრისტიანები სულ აღნიშნავდნენ, ყოველ დღე აღდგომის დღესასწაული იყო მათთვის და ესალმებოდნენ ერთმანეთს ასე ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. მაგრამ მერე მოგვიანებით ესე გადაწყდა ეკლესიამ ესეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს დღესასწაული ყოფილიყო ყოველ კვირას. კვირა სიტყვა ესეც ბერძნულია და ნიშნავს უფალს, კვირიოს, კვირა ანუ უფლისა და სწორედ ეს არის უფლის დღესასწაული კვირა, კიდევ ერთი ესე იგი შენიშვნა, რომ ეს არის შაბათის შემდეგი დღე. ანუ მეშვიდე დღე კვირის იყო შაბათი. როდესაც ღმერთმა შექმნა ცადა ქვეყანა, მეშვიდე დღეს განისვენა და შაბათიც აი საბაოდ შაბათ უფალს ნიშნავს და უფლის დღე იყო ეს. და ეს დღე არის აი ამისი შემდგომი დღე, სახარებაში წერია ეს კვირა შემდგომად სახარებისა, ანუ ეს არის დღე მერვე. 7 დღე არის და დღე მერვე. ანუ დღე მერვე არის უფლის დღე, დღე მერვე არის აღდგომის დღე და ამიტომ ჩვენ ყოველ კვირა დღეს ჩამოვილოცავთ ასეთნაირად კვრეთით აღდგომილმა ქრისტემან ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა, ასე თავდება ლოცვა ასეთი სიტყვებით. და ამიტომ ეს არის აღდგომის განახლება, კვირა ცხოვლობა და სწორედ დღევანდელი დღე, ერთი კვირა, ზუსტად კვირის თავი აღდგომის შემდეგ არის დაწესება ამ დღესასწაულის და ამიტომ ეს არის ძალიან დიდი ზეიმი და ეს არის განსაზღვრული ჩვენი შემდგომი ყოველწლიო ესე იგი ერთი წლის კალენდრის შემდეგ აღდგომამდე კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ეხლა უნდა მოგიყვეთ ძალიან საინტერესო ამბავი. ეს არის რატო ქვია თომას კვირა. თომას კვირა, ანუ თომას მიერ მაცხოვრის გვერდის განხილვა. საქმე ის არის, რომ თომა მოციქული გამოირჩეოდა. ნუ ყველა მოციქული გამოირჩეოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ თომა გამოირჩეოდა თავისებური ხასიათი ჰქონდა და მაგალითად. ნუ ხა ამ დეტალებს აღარ მოყვები, რატო, მაგრამ იმ დღეს, ანუ აი წინა კვირას, ანუ აღდგომის დღეს, როდესაც მაცხოვარი მოწაფეებს გამოეცხადა საღამოს, როდესაც შევიდა დახშულ კარებში, როდესაც მოწაფეები ერთად იყვნენ შეკრებილები და როდესაც უთხრა მათ მშვიდობა, ესე იგი მიუტანა ეს მშვიდობა თქვენდა, ხო? აი თომა არ იყო მაშინ მოციქულთა შორის. თომა არ იყო იქ იმ ოთახში არ იმყოფებოდა და შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს თუ რა ვიცი აი რაღაც დღეების მერე, როდესაც თომა შეხვდა თავის ესე იგი სულიერ ძმებს, მოციქულებს, 12 მოციქულზეა ხო ლაპარაკი, ამ შემთხვევაში უკვე 11-ნი არიან, იუდა გამოაკლდათ და უთხრეს, რომ თომა, სად იყავი? იცი რომ ჩვენთან უფალი მოვიდა და გვეჩვენა მკვეთრით აღდგარი უფალი. და ეგ არის ეს ცნობილი თემა, თომა ეუბნება არ მჯერა ამის. ვერ დავიჯერებ მე. ვერ დავიჯერებ, სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ და არა მარტო ჩემი თვალით არ ვნახავ, ხელს არ შევეხებ მის ჭრილობებს.
და ნუ მოვლენები ესე განვითარდა, რომ ერთი კვირის თავზე ზუსტად ანუ დღევანდელ დღეს საღამოს ისევ არიან მოწაფეები შეკრებილი და თომა მოციქული მათთან არის, ეს დღევანდელი სახარების თემაა. თომა მოციქული ამჯერად უკვე მათთან არის, ისევ შემოვიდა დახსულ კარებში ესო, ისე უთხრა მათ მშვიდობა თქვენ და უთხრა პირდაპირ მიმართა თომას. თომა, მოდი შემხედე, დაადე ხელი ჩემს ჭრილობებს და ნუღარ იქნები ურწმუნო, არამედ გრწმენეს. აი აქედან მოდის ეს სხვა შორის საქართველოში კი არა მარტო ურწმუნო თომა ეს სიტყვები, ხო? თელ მსოფლიოში თომას ეს შერჩა ეს სახელი ურწმუნო თომა. ოღონდ ეს ძალიან საინტერესო თემაა. აი სწორედ ამის შესახებ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ურწმუნოება. თომა შეიძლება ურწმუნო ყოფილიყო, თომა რომელმაც რამდენიმე დღით ადრე, როდესაც ლაზარეს სიკვდილი გაიგეს და იესომ თქვა, რომ ჩავიდეს და გააცოცხლოს და მოციქულებმა უთხრეს, რომ მოსაკლავად დაგდევენ, შენ ჩასვლა არ შეიძლება. თომამ თქვა, წავიდეთ და მოვკვდეთ მასთან ერთად. აი ეს თომა შეიძლება ახლა რამენაირად ურწმუნო იყოს, არა რა თქმა უნდა და აი თომას ურწმუნოების შესახებ მინდა გითხრათ. რა იყო ეს? რატო თქვა თომამ, რომ სანამ არ ვნახავ არ დავიჯერებ? იცით ძალიან ადვილი ახსნა აქ ამას იონ ოქროპირის ქადაგებას ვიშველიებ ახლა და რას ამბობს იონ ოქროპირი, რომ წარმოიდგინეთ ესე იგი თომა მოციქულმა მოიარა მთელი მსოფლიო, ხო? ინდოეთში იქადაგა ქრისტიანობა. და როდესაც თომას კითხავდნენ, თომა დაიწყებდა, ნუ პირველ რიგში აღდგომას იქადაგებდა, ხო? თომა საიდან იცი რომ აღდგა ქრისტე? თომა ეტყოდა რომ მოციქულებმა მითხრეს, ანუ რო არ ენახა და ხელიც რო არ დაედო, ხო? მოციქულებმა მითხრეს. და შენ რა მოციქული არა ხარ? მოციქულებმა რატო გითხრეს? შენ სად იყავი ამ დროს? შენ არ უნდა გენახა, შენ არ უნდა დარწმუნებულიყავ. რომ მოდიხარ და გვიქადაგებ აქ. იონ ოქროპირის სიტყვებს გიყვებით. და აი სწორედ ეს წინასწარ გათვალა თომა. წინასწარიან გარიშას ყველაფერი და ამიტომ თქვა ეს რა თქმა უნდა და ნახეთ რა თქვა ამითი, რომ მე ვარ მოციქული. მე ისეთივე მოციქული ვარ, როგორიც თქვენ ყველანი. ამიტომ თქვენ თუ ნახეთ თქვენი თვალით ქრისტე, მეც უნდა ვნახო ჩემი თვალით აუცილებლად. ეს არა მარტო ჩემი უფლება, არამედ ჩემი ვალდებულებაა, პირდაპირ ვალდებულება და ნახეთ რას ამბობს უფრო მეტიც. უნდა მე მარტო თქვენგან კი არ უნდა გავიგონო ყურით, მე უნდა ვნახო ჩემი თვალით და რადგან მე მოციქული ვარ და მაქვს ამისი კადნიერება, მე ხელი უნდა შევახო მის ჭრილობას, რომ წავიდე და მთელ სოფლიოს უკადაგო შემდეგ, რომ მე არა მარტო მესმა მოციქულთაგან, მე არა მარტო ვნახე ჩემი თვალით, არამედ მე ხელი დავადე, ხელიც კი დავადე მის ჭრილობას. აი ეს არის მთავარი შინაარსი თომას სიტყვების და იონ ოქროპირი საოცარი მხადაგებელია და აი ამ საუბარში თომას მიმართავს პირდაპირ აი შეძახილი აქვს რაღაც საოცარი. ჰოი თომა, მიყვარს ცირედი ეგე შენი ურწმუნოებაი, იმიტომ რომ დასაბამია ჩვენი დიდი სარწმუნოებისა. და მართლაც როდესაც იესოსთან მევიდა თომამ უთხრა ხელი დამადე ჭრილობას, რა თქმა უნდა არ დაადო, იმიტომ რომ მივიდა და ნახა ეს ჭრილობა და დაემხო უფლის წინაშე მოხლებზე და პირველმა მოციქულთა შორის, აი ამ ბრწყალებში ურწმუნო თომამ, პირველმა მოციქულთა შორის იესოს უთხრა სიტყვები, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. აი აქედან დაიწყო და კიდევ ერთს დავამატებ, რომ აი ამას, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ეწოდება მეცნიერული სარწმუნოება. ანუ მეცნიერება ეს ნიშნავს, რომ ერთი არის რომ ჩვენ გვჯერა, მაგრამ თუ ჩვენ შეგვიძლია ჩვენ გვაყო არა მარტო უფლება, არამედ ვალდებულება რომ შევამოწმოთ. აი უამრავი სასწაული ხდება და ვალდებულები ვართ რომ გამოვიკვლიოთ რაიმე ხო არ არის ამაში რაღაც იყალბიან, რაღაც არასწორი და უნდა მივიდე და ჩვენით უნდა დავამოწმოთ მერე და ეგრეთ წოდებული მეცნიერული სარწმუნოების ფუძემდებლად ითვლება წმინდა მოციქული თომა. და შეგვეციოს თომა მოციქულის მადლი. ღმერთმა დაგლოცოთ, ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.